ვეფხისტებრი ლილია შროშანის გადარგვანი. არის ბოლქვოვანი მცენარე. ესე გამოიყურება. მინდა შევურჩიო ატავური კოწახურის ქვევით, რომელიც არის ბორდოსფერი, ხელმარცხნივ ხედავთ მას. ქვემოთ იქნება ეს მაღალი ლილი. ამოვიღე ძველი ადგილიდან და ვათვალიერებ. აუცილებლად გავრეცხავ საერთოდ ნაყიდ ბოლქვებს მარგან ცოკის ძალიან მტერთან სნარში ვდებ ცოტა ხნით, ფუნგიციდი, დაავადებები რომ მიწაში არ გადავიტანო. რო ვათვალიერებ, ჩემი მიწა დაავადებები არ აქვს, ცოცხალია, თეთრია, საღია. ამოღებისას როგორც ჩანს დავაზიანე ერთ-ერთი ბოლქვი და დაიშალა ხახვივით. წესი არის, როგორც უყურებთ შემდეგი. ძალიან ფრთხილად ვაცლი. კარგად რომ დავათვალიერო, ისევ ვრეცხავ წყლის ჭავლის ქვეშ. ვაცლის სარეველებს, გამოყვა ბოლქვს. საერთოდ წესით უნდა მოვაცალოთ, რომ გავაშრო, მთლიანად გავასუფთავო და გაზაფხულზე გადავდო. მაგრამ შეიძლება ასეთ გაკეთდეს, რადგან მე ახლა სექტემბერში ვაკეთებ გადარგვას, ამა ყვავილობა დაამთავრა, თუმცა ღეროები ჯერ კიდევ მწვანე აქვს, ჯერ კიდევ ღეროს შეუძლია გამოკვებოს ბოლქვი. ეს ბოლქვი, როგორც ჩანს, დავაზიანე ამოღებისას. საერთოდ ყველა ბოლქვოვანი, როგორც ჩანს, დავაზიანე, მე ამის დაშლა მომიწევს და ცალსაუბრე. ჩარგვა ამ შემთხვევაში ღერო უნდა გადავჭრა, უნდა მოვაცილო ღერო, თუმცა ზემოთ პატარა ჩანასახით ჩანს ბოლქვის ეცდები ისაც ჩავრგო, აიმებსაც ჩავრგავ, აი ხახვივით ბურცლები რომ დაიშალა, წვერით ქვემოთ, ანუ იქაც ჩანს, საიდან შეიძლება ამოვიდეს ფესვები. ძალიან გვიან, მაგრამ ისეთ გაიკეთებს ბოლქვს, რაც თავარია მომნიშნავს, სად ჩავრგე, რომ მე არ გავმარგლო. საერთოდ ყველა ბოლქვოვანი მცენარე ირგვება ბოლქვის სამ სიმაღლეზე, ანუ ერთი ბოლქვის სიმაღლე და ორი მისი სიმაღლე კიდე ზევით. ბოლქვოვან მცენარეებს არ უყვართ ბევრი მორწვა, ანუ ყლაპოში არ უნდა იყვნენ წყალში და აუცილებლად უნდა ქონდეთ კაი დრენაჟი, ანუ წყალს უნდა ატარებდნენ. მორწვა უყვარს, მაგრამ წყალში არ უნდა იყოს. და რაც თავარია ლილიებს, შროშანებს ძალიან უყვართ, მზეზე უნდა იყვნენ. ეს ამ ლილიის ფერი არის ესეთი კვეთრი სტაფილოსფერი, ხასხასა სტაფილოსფერი, მაღალი იზრდება საკმაოდ და ატავური კოწახური არის ბორდოსფერი. მის გვერდზე ვრგავ ატავური კოწახურს ვუკეთებ ფანტანის ფორმას, იქამდე ავწევ მის ტოტებს, სადამდეც გაიზრდება ეს შროშანი და ჩემი აზრით საკმაოდ ლამაზი იქნება. ერთადერთი მომენტი შემოდგომით, როცა იყვავილებს შროშანი, აუცილებელი არის, რომ
ყვავილედი გადავჭრათ და ცოტა ტოტი დავუტოვოთ, იმიტომ რომ დანარჩენი პერიოდი ამ ტოტით იკვებება და საერთოდ სანამ თვითონ აი რომ მოკიდებთ ხელს და სახრახნისივით ესეთ მოატრიალებთ თავისით არა მოვა, ჯობს არ შეეხოთ. საკმაო ხანი ეს შეუხედავი რჩება, ეს დარჩენილი ტოტი გამხმარი ფოთლებით, მაგრამ როგორც განახეთ, ისეთ ადგილზე ვრგავ, რომ ერთი მხრიდან ზამბახის ფოთლები დაფარავს, მეორე მხრიდან აქვს მარადმწვანე მცენარე, ასე რომ ოდნავ დავუმოკლებ, როცა შეუხედავი გახდება ეს ტოტები და დავტოვებ ზამთრამდე, სანამ ეს ტოტის მთლიანი მოძრობა შეიძლება. აუცილებლად მოვნიშნავ, როდესაც ტოტს მოვასცი და ჩარგვისას თუ ჩავრგია ეს პატარა ლებნები, რომ შემდეგ გაზაფხულზე ამოსვლას დაიწყებს, შემთხვევით არ გავმარგლო. აი ამ ტოტს უკვე აზრი არ აქვს და გადავდევი გვერდზე. როგორც ხედავთ, ესენი ცალ-ცალკე დავყავი, დაზიანებული და ცალ-ცალკე ჩავდგავ. ეხლა ნახავთ, სად მაქვს გამზადებული უკვე ორმო, ბოდის გიხდით, მშენებლობაში ვარ, დავამთავრე, რემონტზე ვარ გადასული და პარალელურად ვაკეთებ ბაღს და შესაბამისად ვიზუალურად ალაგ-ალაგ შეუხედავია ჩემი კარმიდამო. აი როგორც გაჩვენეთ, ატავური კოწახური ზემოთ ფანტანებით მაქვს აწეული, ქვემოთ არის აიუგა ბურგუნდი გლოუ, აი ნიადაგ მფარავი, მის გვერდზე არის წვერიანი ზამბახი, ლურჯად მოყვავილე, რომელიც ალბათ უნდა გამოვცვალო, აქ ღიაცისფერი ზამბახი მქონდა და უფრო უხდებოდა ატავურ კოწახურს, თუმცა ეს ფოთლებს ინარჩუნებს რაღაც სხვა ზამბახებისაგან განსხვავებით და ასე ცენტრალურ ადგილზე მაგიტომ ჩავრგე, მაგრამ ალბათ გამოცვლა მომიწევს. თან ეს ცოტა ხანში ზამბახი ისე იზრდება, მარაუსავით იწევს კვეთს და შუაში შიშლდება. შემდეგ ამ ბოლქვებს შეაწუხებს ლილიის ბოლქვებს. შროშანი უნდა გაიყოს ყოველ 3-4 წელიწადში წინააღმდეგ შემთხვევაში გადაჯიშდება, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, აი საკმაოდ დიდი ბოლქვია. მაგრამ მე ეხლა გაყოფა არ მინდა, იმიტომ რომ ტოტიანად ვრგავ, შემდეგ რომ ამოვიღებ იმ ზამბახებს, სანამ ვიპოვი სხვა მცენარეს, რომელსაც მათ ჩავდგავ და მოუხდება და გაზაფხულის ფერებს შემინარჩუნებს მაგ ადგილზე, მანამდე ეს იყოს, შემდეგ პროცედურას უკვე სხვანაირად ჩავატარებ, ამოვიღებ უკვე, როდესაც ტოტი გაუხმება და შევინახავ ზამთარში და ჩავრგავ გაზაფხულზე უკვე გაყოფილს. მაშ ასე ვაღრმავებ ორმოს, როგორც გითხარით, 3 ბოლქვის სიღრმეზე უნდა გაითხაროს. ვაფხვიერებ პარალელურად, იმიტომ რომ აუცილებელია ფხვიერი და დრენაჟიანი მიწა. აქ მიწას არაფერს არ ვუმატებ, იმიტომ რომ კლუმბაზე მიწა გაკეთილშობილიებულია, განოყიერებულია და თან საერთოდ შემოდგომის ჩარგვებზე მე ვცდილობ, რომ ნიადაგში არ შევიტანო საკვები, რომ არ გავაკეთო ზრდის პროვოცირება. მცენარის ზრდის ვეგეტაციის პროცედურა, იმიტომ რომ ეხლა მცენარე უნდა შევიდეს მოსვენების პერიოდში. აქ მთავარია ფესვთა სისტემა. ფესვთა სისტემა კარგად მოეჭიდოს ნიადაგს, გამაგრდეს, რომ კვებოს მცენარე მთელი ზამთრის განმავლობაში. ამას რომ გავთხრი, ჩავუმატებ ბლომად ქვიშას, საფენივით გავუკეთებ.
როგორც ხედავთ, ზომა, რომ ჩავიდეს 2 იმ სიმაღლეზე, ბოლქვიც მიწაში იყოს, ანუ 3 ბოლქვის სიმაღლეზე უნდა იყოს ამოთხი. ახლო ვაკეთებ ერთმანეთთან სადღაც ესე 20-30 სანტიმეტრის დაშორებით, რომ ერთად რომ არიან და რომ ყვავილობს გაცილებით ლამაზია და სხვათა შორის სხვა ლილიებისგან განსხვავებით ცოტა ადრე იწყებს ყვავილობას და მეტი ხანი გრძელდება მისი ყვავილობა. საკმაოდ მაღალი იზრდება დროთა განმავლობაში. უკვე გამოვცადე შროშანებზე, ლილიებზე, აღმოსავლეთის ლილიებზე, რომელიც მაქვს ლოტოსის ფორმის, 3 ფერის, თეთრი, ჭრელი, თეთრი და ვარდისფერი და სუნთლად ვარდისფერი და ჩარგვას რომ დავასრულებ და გაჩვენებთ, აგრეთვე დავდებ პატარა ვიდეოს, სად გადავიტანე, მშვენივრად გამოიზამთრეს და წელსაც ფანტასტიურად იყვავილეს. ისე რომ იცოდეთ, თითო ბოლქვიდან ამოდის თითო ყვავილი. როდესაც იწყებს გაყოფას, შეიძლება მეორე პატარა ტოტი გამოუშვას და იქიდანაც იყვავილოს, რომელიც შედარებით დაბალი იქნება. აი მაგალითზე იქ თუ გამოჩნდა ვიდეოში, მას კაფეოდ დაინახავთ. აქ სხვათა შორის, რომელიც აი იქიდან პირველი ჩავდგე და დიდი იყო, თუ შეამჩნიეთ, იქ გვერდზე პატარა შვილი ყავდა, ის შვილი პატარა წამონაზარდი იყო, ის მომავალ წელს უკვე მოუწევს მეორე ტოტს, რომელზეც იყვავილებს და ამ ძირითადი ტოტებისგან განსხვავებით იქნება ოდნავ დაბალი. მოვნიშნავ, დავტოვებ გაზაფხულამდე, სანამ ამონაყარს არ დავინახავ. იმ ლორტებით, ტოტებით რო ჩავდგე, იმას ჯერ არ მოვნიშნავ, მარტო ის მოვნიშნე, სადაც ტოტო ჩავდგე. სხვათა შორის დამავიწყდა და მერე დავუმატებ იმ გაბწკვნილი პატარლებნები, რო დამრჩა აქ და იმათაც მოვნიშნავ. აუცილებლად ყველა მცენარეს ვწყავ. სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ამას უბრალოდ ხლაპოში არ ვორტავ.
ლომაწყვი ეს უბრალოდ მოვწე, რომ ფესვებით კარგად მიეკრას მიწას, რომ არ დარჩეს ჰაერი ფესვებთან და არ დამილყოს. და თან გამაგრდეს, მოეჭიდოს მიწას. გადარგული, ამ ადგილზე გადმოვიტანე, მზიანი ადგილი არის, წყალი არ გუბდება, ცოტა გორაკია და ამრეცია. წინ იყო კანდიდა ლილია, რომელიც მარადმწვანეა, ეს სხვათაშორის ბოლქვოვანი არ არის, თეთრყვავილებს იკეთებს. აი ეგეთ არის უკვე ის লিლიები, რაზეც გესაუბრებოდით, აღმოსავლეთის লিლიები, ესეთი ლოტოსის ფორმის, აი ჩანს ცოტათი, რომ არის უკვე ორად გაყოფილი, ორი ყვავილი ქონდა წელს. მშვიდობებით, ისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, თქვენი შაბათის მებაღე. გამომიწერეთ და მომიწონეთ ვიდეო და მოგიწონეთ.